მოგესალმებით. ევროკრატების გულმოდგინე შრომისა და თავდადებული მუშაობის შედეგად უკვე რიგითი ევროპელი და ზოგადად ევროპელი ამომრჩეველი ხედავს, რომ თვალსა და ხელშუა ის ევროპა, რომელიც მათ ახსოვთ, წარსულს ჩაბარდა. ეს იმედგაცრუება ყოფილ ევროპად ქცეულ ევროგაერთიანებაში პირველ რიგში სისტემური პოლიტიკური პარტიების მიმართ გამოიხატება არჩევნების შედეგებში. აქ ყველაზე კარგად ჩანს ხალხის განწყობა ბრიუსელის ბიუროკრატიისა და იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ევროკრატები ატარებენ უკვე მერამდენე წელია. ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება, კანონმდებლობის ევროპული სტანდარტები, ეს ყველაფერი წარსულს ბარდება. სამაგიეროდ მკვიდრდება ახალი სტანდარტები, გლობალური დიპსტეიტის მიერ დაკვეთილი გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც აბსოლუტურად შლის ევროპულ იდენტობას და ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს. მეტიც, დიპსტეიტის მიერ დაკვეთილი და ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ სისრულეში მოყვანილი გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეოლოგია ტრადიციულ ადამიანურ შეგნებასაც უპირისპირდება და უკვე პიროვნულ იდენტობასაც ართმევს ჩვეულებრივ ტრადიციული ცხოვრების წესის მქონე ევროპელს. რა პიროვნულ იდენტობაზე შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც LGBT იდეოლოგიას ნორმად წარმოაჩენენ და ზემოდან უმატებენ, რომ სავსებით შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სქესი არ იცოდეს და გენდერს ისე იცვლიდეს, როგორც ამინდი იცვლება ბუნებაში. ასეთი გლობალისტური და ნეოლიბერალური იდეოლოგიის გატარებისა და დამკვიდრების მცდელობას თავისი შედეგები მოაქვს. ევროპელი საზოგადოების უკუცემა, რეაქცია ყველა იმ უკუღმართობაზე, რის შედეგადაც ევროპა ყოფილ ევროპად იქცევა. შარშან დიპსტეიტის დავალებითა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მუშაობის შედეგად რუმინეთში არჩევნების პირველი ტური გააუქმეს. შემდეგ გამარჯვებული კანდიდატის კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ საქმეს აღძრეს და ბოლოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც წაართვეს. სადაც საფრანგეთში მარინ ლეპენსაც იმავენაირად მოექცნენ ევროპული დემოკრატიის წამყვან ქვეყანაში, იქ რუმინეთში გაუქმებული არჩევნები და პოლიტიკური დევნა გასაკვირი არც უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე რუმინეთის საზოგადოების რეაქცია ძალიან მტკიცე და ძლიერი იყო. 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯ სიმიონმა გაიმარჯვა. მან ხმების დაახლოებით 41% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით. მმართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ მესამე ადგილზე გავიდა და არჩევნებში დამარცხებაც აღიარა. ამას მოჰყვა რუმინეთის პრემიერის გადადგომაც. არადა ერთი შეხედვით გლობალური დიპსტეიტისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის გაცვლა სრულიად საწინააღმდეგო იყო. რუმინელებს ჯორჯესკუ პრორუსად უნდა მიეღოთ. ყველა ის ინფორმაცია დაეჯერებინათ, რასაც მასზე ავრცელებდნენ და ევროპული დიპსტეიტი ზუსტად ისე გააგრძელებდა რუმინეთის მართვას, როგორც აქამდე, მაგრამ მოხდა პირიქით. ჯორჯ სიმიონი ეროვნული ხედვისა და პოლიტიკური კურსის მატარებელია, არის ევროსკეპტიკოსი და ბრიუსელის დიქტატის მოწინააღმდეგე. ასევე ეწინააღმდეგება ომს უკრაინაში და მის დაფინანსებას. სიმიონი უკრაინაში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული მისი პოზიციების გამო უკრაინასთან მიმართებით. სიმიონს ასევე პირობა აქვს დადებული, რომ კალინ ჯორჯესკუ მისი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. სიმიონი ჯორჯესკუს ხედვების მატარებელია. ჯორჯესკუ კი ძალიან საინტერესო დაფასებდა რუმინეთის მდგომარეობას. მისი სიტყვებია, რომ 35 წლის განმავლობაში რუმინეთმა ყველაფერი სხვებს მიანდო. ევროკავშირს ფული, ნატოს თავდაცვა, შტატებს რუმინეთის საკუთარი არჩევნებისგან გადარჩენა. შედეგად გახდნენ დამოუკიდებულების სხვებზე და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქვეყანას არ შესძლებია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხედვა სრულად შეესაბამება უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერების ხედვებს ბრიუსელთან და ზოგადად ევროკავშირთან მიმართებით. ასეთი კანდიდატის გამარჯვება პირველ ტურში თან 20%-იანი უპირატესობით ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით 18 მაისის მეორე ტურში ჯორჯ სიმიონი უკვე რუმინეთის პრეზიდენტი უნდა გახდეს. სწორედ აქ იწყება ბრიუსელის თავისტკივილი. უკვე სავსებით რეალურია, რომ ბრიუსელმა მიიღოს ევროსკეპტიკოსების ტრიო ვიქტორ ორბანის, რობერტ ფიცოსა და სავარაუდოდ ჯორჯ სიმიონის სახით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუმინეთიდან ხორციელდება მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდება უკრაინისთვის და სიმიონი სწორედ ამას ეწინააღმდეგება, ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდება საერთოდ როგორ შეძლებს ევროპული დიპსტეიტი იმ პოლიტიკის გატარებას, რომელსაც აქამდე ატარებდა. რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კარგად ეხმაურება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებას.
დიდ ბრიტანეთში შუალედურ და ადგილობრივ არჩევნებში ნაიჯელ ფარაჟის მემარჯვენე პარტიამ მოიპოვა ერთი ვაკანტური ადგილი პარლამენტში, მერის თანამდებობა და კონტროლი 3 ადგილობრივ საბჭოში. ნაიჯელ ფარაჟი არის ბრექსიტის იდეოლოგი და ევრობიუროკრატიის ცნობილი მოწინააღმდეგე ბრიტანეთში. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის, ის მეტწილად მაინც იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც ბრიუსელი ატარებს. იქნება ეს გლობალისტური თუ ნეოლიბერალური იდეოლოგია და ომი უკრაინაში. რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში არჩევნების, ასევე ეროვნული ძალების გაძლიერების ნიშნების შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. პრეზიდენტის პრეროგატივა ხალხს კითხოს რა სიტყავს. პატივის წეს კონსტიტუციასა და რუმინელი ხალხის ნებას. არსებობს რამდენიმე გზა, რომლის მეშვეობითაც თუ რუმინელ ხალხს სურს ბატონი ჯორჯესკუ იყოს ლიდერშიპში, ამასაც გავაკეთებთ. ასეთი გზავნილი ჯორჯე სიმიონმა ბრიუსელის ევროკრატებს 5 მაისს გაუგზავნა. ფონ დერ ლაიენმა უკვე იცის. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვეს. ეს მხოლოდ გამარჯვებული სხმა და გზავნილი არ არის. 38 წლის სიმიონის უკან რუმინეთის უმრავლესობა დგას. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში მეორედ ჩატარდა. ამ უპრეცედენტო მოვლენაზე ცოტა ქვემოთ. პირველი ტურის ლიდერი ჯორჯე სიმიონი გახდა. მან ხმების 40.96% აიღო. ის რუმინელთა ერთობის ალიანსს წარმოადგენს. მეორე ადგილზე ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი გავიდა. ხმების 20.99%-ით. ბრიუსელის ევროკრატიას ფსონი სწორედ მასზე ედო. თუმცა არა მხოლოდ მასზე მართველი კოალიციის კანდიდატმა კრინ ანტონესკუმ ხმების 20%-ის მოგროვება შეძლო. წარსულში ანტონესკუ ლიბერალებს ხელმძღვანელობდა და სენატში სპიკერის პოზიციას იკავებდა. ხუთეულში მოხვდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტი 9%-ით და ელენა ლასკონი 5.2%-ით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უჭერდა მხარს. არჩევნები უკვე შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ. ეუთოს სპეციალური კოორდინატორი ლუსიე პოტუჩკოვა მიიჩნევს, რომ არჩევნები შედგა, რომ ის იყო ღია და კონკურენტული. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო და ამ მომრჩევლებს რეალური არჩევანი ჰქონდათ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რას ამბობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, როცა ევროკრატები ბრიუსელში აგებენ და პოზიციებს თმობენ. ლიბერალებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უკვე მეორედ წააგეს. პირველად 2024 წლის ნოემბერში, მეორედ ახლა 2025 წლის მაისში. მაშინ უპრეცედენტო რამ მოხდა. პირველ ტურში გამარჯვებულ კალინ ჯორჯესკუს მეორე ტურის წინ საპრეზიდენტო არჩევნები გაუუქმეს. თუმცა უფრო ზუსტები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ არჩევნები Deep State-მა ხალხს გაუუქმა. ჯერ არჩევნები წაართვა, შემდეგ არჩევანიც, რადგანაც ევროკრატებს იმდენად შეეშინდათ, რომ მეორედ პირველი ტურის წინ თავი დაიზღვიეს. ჯორჯესკუ ჯერ დააკავეს, შემდეგ რამდენიმე ბრალი წაუყენეს და ბოლოს საარჩევნო მარათონიდან მოხსნეს. უზენაესმა სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარიც კი უარყო. BBC-ს ცნობით, მაშინ რუმინეთის დაზვერვამ რუსეთის ჩარევა დააფიქსირა. რუმინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფლობს დაზვერვის მონაცემებს, რომლებიც ადასტურებს უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის ჩარევას წინა არჩევნებში. რუმინეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსული ჰიბრიდული აქტივობების აგრესიული სამიზნეა, მათ შორის კიბერშეტევების, ინფორმაციის გაჟონვისა და დივერსიის. ჯორჯესკუს ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი უარყო. ხალხის რჩეულის ჯორჯესკუს გზიდან ჩამოსაშორებლად Deep State-მა რუმინეთში ყველა ბერკეტი გამოიყენა. ამიტომაც ახლა როცა უკვე მეორედ გამართულ პირველ ტურში ისევ მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, 38 წლის სიმიონმა ძალიან ღია და მკაფიო სიგნალი გაუგზავნა Deep State-ის წარმომადგენლებს. მან თქვა, რომ არჩევნები ეხება პრინციპებს და ხალხის ნებას. ეს არ ეხება კონკრეტულ პირს, ეს ეხება პრინციპს, ეს ეხება ხალხის ნებას. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ მე არ ვარ მზად ვინმეს დაბრუნებაზე ვიმსჯელო. მზად ვარ გავაკეთო სამართლიანი არჩევანი რუმინელი ხალხის ხმის საფუძველზე. თუ ჩვენ მოვიპოვებთ უმრავლესობას და რუმინელი ხალხი არ მისცემს ხმას მართველი პარტიის კანდიდატს, შესაძლებელია პარლამენტში შევქმნათ უმრავლესობა, რომელიც სურვილის შემთხვევაში ჯორჯესკუს პრემიერ-მინისტრად არჩევას დაუჭერს მხარს. რუმინეთის არჩევნებმა აჩვენა,
რომ როგორი მზაკვრული და მავნებლური გეგმაც არ უნდა შეიმუშაოს Deep State-მა ხალხის ხმის ჩასახშობად, ის მაინც იპოვის გზას და მაინც შეეცდება ხმა მისცეს იმ ფიგურას და პოლიტიკოსს, ვინც ხალხის ინტერესებს გამოხატავს, მის უფლებებს იცავს. სწორედ ასეთი ფიგურაა ჯორჯე სიმიონი. ხალხმა სწორედ ის დაინახა საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს. ამიტომაც მხარი დაუჭირა და გვერდით დაუდგა. ჯორჯესკუს მსგავსად სიმიონიც გამოდის უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ და საზღვრების გაკონტროლებას ითხოვს. მიაჩნია, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს და მშვიდობისთვის იბრძვის. გამოდის LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ და ფოკუსს ევროპულ ფასეულობებზე აკეთებს. სწორედ ასეთმა დღის წესრიგმა აქცია ის ხალხის ფავორიტად. სიმიონმა პირდაპირ თქვა, რომ ჯორჯესკუს ხელისუფლებაში დააბრუნებს. ეს Deep State-ისთვის სილის გაწვნას უფრო ნიშნავს. არადა რამდენი იწვალეს მის გასანეიტრალებლად. ხალხს მაინც ვერ დაუპირისპირდნენ. როცა ამომრჩეველს უნდათ ცვლილება, როცა ელექტორატი ითხოვს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას, ის მიზანს აღწევს. ხალხის მუხტის განეიტრალება შეუძლებელია. სწორედ ამას აჩვენებს არჩევნები რუმინეთში და არა მხოლოდ რუმინეთში. Deep State-ის დღის წესრიგს, ომს, უკონტროლო მიგრანტებს, LGBT პროპაგანდას ევროპელები უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში უპირისპირდებიან. ნახოთ სხვა ქვეყნები. ავსტრია. მემარჯვენეებმა აქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად 2024 წელს გაიმარჯვეს. ისტორიული შედეგი თავისუფლების პარტიამ დადო. საპარლამენტო არჩევნებში მათ 28,8% აიღეს. ნიდერლანდები. 2023 წლის ნოემბერში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში მემარჯვენე პარტიამ თავისუფლებისთვის 37 მანდატი მოიპოვა. ლიდერი გერტ ვილდერსის პარტია პირველად გახდა ყველაზე დიდი პარტია პარლამენტში. რამდენიმე თვის უკან კი Deep State-ს ხმამაღალი გზავნილი გაუგზავნა. ჩემი გზავნილი ყველა ამ ძველი ლიდერის მიმართ, მაკრონიდან დაწყებული პედრო სანჩესითა და შოლცით დასრულებული, არის ის, რომ თქვენი დრო დასრულდა. თქვენ ისტორიას ჩაბარდით. ვოუკ იდეოლოგია დასრულდა. პორტუგალია. 2024 წლის მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე პარტიამ საკმარისი 50 მანდატი მოიპოვა. შედარებისთვის 2019 წელს პარტიას მხოლოდ 1 საპარლამენტო მანდატი ჰქონდა. 2022 წელს 12. ახლა მათი ისტორიული რეკორდი შედგა. ჩრდილოეთ მაკედონია. 2024 წლის მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე ბლოკი შენი მაკედონია იმარჯვებს. კოალიციას მემარჯვენე ნაციონალისტური პარტია მართავს. კოალიციამ საპრეზიდენტო არჩევნებიც მოიგო. საფრანგეთი. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე ნაციონალური გაერთიანება 31%-ს იღებს და პირველ ადგილზე გადის. მაკრონის პარტიას ლეპენის გაერთიანებამ თითქმის 17%-ით მოუგო. ეს მარინ ლეპენისთვის ისტორიული შედეგი და ისტორიული შანსია. ემანუელ მაკრონისთვის კი ისტორიული მარცხი და სირცხვილი. ღირსების აღდგენას საფრანგეთის პრეზიდენტი მაშინ ვადამდელი არჩევნების დანიშვნით შეეცადა. მაგრამ ამ სვლით მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის სპირალში შევა. მარინ ლეპენის გაერთიანება საფრანგეთის ეროვნულ არჩევნებში მესამე ადგილს დაიკავებს. მაკრონს კი რამდენჯერმე ძლივს შეკოწიწებული მთავრობა დაეშლება. პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს მაგალითად მალევე მოუწევს გადადგომა. საფრანგეთის პრეზიდენტი უკვე უმწეოდ გამოიყურება. მარინ ლეპენი ფრანგების ფავორიტი ხდება. ეჭვი არავის ეპარება, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებსაც მოიგებს. Deep State ხვდება, რომ პოზიციებს კარგავს. ამიტომაც ევროკრატებმა თადარიგი დაიჭირეს და მარინ ლეპენს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. Deep State-ის მედიაში ლეპენის პრორუსობაზე წერდნენ. პროკურატურა ლეპენის კორუფციულ სქემაზე ალაპარაკდა და სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. ტელეგრაფის წამყვანი დონალდ ტრამპის შემთხვევას იხსენებს, რომელსაც არჩევნების წინ ასევე უწევდა სასამართლოებში სიარული და საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც სერიოზულ კითხვებს აჩენს საფრანგეთში. ეს ჰგავს იმას, რაც დონალდ ტრამპის შემთხვევაში ხდებოდა ამერიკაში, ანუ სასამართლო ხელს უშლის იმათ, ვისიც პრეზიდენტობაც არ სურთ. ეს პოლიტიკური დევნაა, იტყვის ლეპენი, რომლის რეიტინგიც 40%-ს ცდება. დაისაჯა ფრანგული დემოკრატია. დაწერს ჟორდან ბარდელა, ლეპენის თანამებრძოლი, რომელიც როგორც ვარაუდობენ, საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლეპენის ნაცვლად იყრის კენჭს. გერმანია. 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნები მემარჯვენეებმა მოიგეს. ეროვნულ არჩევნებზე შედეგები გაიუმჯობესეს. ადგილობრივ არჩევნებზე კი სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. საუბარია პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის. პოპულარობისკენ ის უკვე გიგანტურ ნაბიჯებს დგამს. გერმანიის კანცლერი შოლცი სწორედ მემარჯვენეებთან ბრძოლაში დამარცხდა. ახლა გავლენებში ახალ კანცლერს მერცს ეცილებიან. ბუნდესტაგში ამ პარტიის ასაკრძალად ხელმოწერებიც კი შეაგროვეს.
ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სურდათ მიემართათ და პარტია არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინათ. თუმცა ბოლოს საქმეში სპეცსამსახურები ჩართეს. გერმანიის სადაზვერვო სააგენტომ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის ექსტრემისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტომ ულტრამემარჯვენე გერმანიის ალტერნატივა ექსტრემისტულ სუბიექტად მიიჩნია, რომელიც დემოკრატიას უქმნის საფრთხეს. AfD უნდა ჩაითვალოს დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ პარტიად, რადგან დამტკიცებულია, რომ იგი ეწევა ქმედებებს თავისუფალი დემოკრატიის წინააღმდეგ. მათი ნაციონალისტური განწყობა აისახება რასისტულ განცხადებებში, განსაკუთრებით ემიგრანტებისა და მუსლიმების მიმართ. პარტიის რეიტინგი სულ უფრო იზრდება. ბოლო მონაცემებით AfD-ის მხარდაჭერამ 26% შეადგინა. ეს პარტიის ისტორიული მაქსიმუმია. მერცის კოალიციას კი 24% აქვს. არადა სულ რამდენიმე კვირის უკან ალტერნატივა გერმანიისთვის 3%-ით ჩამორჩებოდა მერცის კოალიციას. იტალია. პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მემარჯვენე პარტიამ. იტალიის ძმები 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში 27% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა. გაერთიანებული სამეფო. 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში მემარჯვენე ნაიჯელ ფარაჯის მოძრაობამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 7-ე ადგილობრივი მანდატი მოიპოვა. ლიბერალური პარტიების გავლენის შემცირების ფაქტი ბრიტანეთში პირველად დაფიქსირდა. ევროპული მემარჯვენე პოლიტიკის მთავარი წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტია უნგრეთის სამოქალაქო კავშირია. ორბანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან და გავლენიან მემარჯვენე ლიდერად მიიჩნევა. ბრიუსელის დირექტივებს ის უკვე დიდი ხანია დიქტატურად ნათლავს. ეწინააღმდეგება და უნგრელების ინტერესების დაცვას ცდილობს. ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი უფრო მნიშვნელოვანია. ფონ დერ ლაიენის ინსტრუქტაჟს ის რამდენჯერმე მწვავედ დაუპირისპირდა, მათ შორის ევროპარლამენტშიც. ურჩევნისთვის ევროკრატებმა უნგრეთს მკაცრი სანქციები დაადეს. დაახლოებით 22 მილიარდი ევრო. ევროკავშირის დაფინანსება უნგრეთისთვის გაყინულია, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 11%-ს შეადგენს. ევროპის სასამართლომ უნგრეთს დააკისრა 200 მილიონი ევროს ჯარიმა და 1 მილიონი ევრო დღიური ჯარიმა ევროკავშირის თავშესაფრის კანონმდებლობის დარღვევისთვის. როგორც ხედავთ, ევროკავშირში მემარჯვენე ძალების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და ძლიერდება. ამიტომაც Deep State-ს ძალის დემონსტრირება და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება უწევს. ევროპელი ამომრჩეველი ცდილობს საკუთარი ინტერესები დაიცვას. ევროკრატების მმართველობამ ისინი კატასტროფულ შედეგებამდე უკვე მიიყვანა. ევროკავშირში დღეს უკვე ღია ტენდენცია ხდება სისტემური ძალების მხრიდან პოლიტიკური მოტივით მოწინააღმდეგეების განეიტრალების მცდელობები. აქამდე ამას ძირითადად მედიისა და საზოგადოებრივი კამპანიების საშუალებით აკეთებდნენ. მუდმივად აშავებდნენ დიდ ბრიტანეთში ნაიჯელ ფარაჟს, გერმანიაში პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის, საფრანგეთში მარინ ლეპენსა და მის პარტიას. რუმინეთში ხომ სულ გააუქმეს ჩარჩანდელი არჩევნები. შემდეგ მედიაში გაშავება უკვე არჩევნებში მონაწილეობის უფლების წართმევასა და პარტიების ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებაში გადაიზარდა. თუმცა ამ ყველაფერზე ჯერჯერობით მაინც და საბედნიეროდ ევროპული საზოგადოების პასუხი ძალიან მკაფიოა. ევროპელი ამომრჩეველი ცდილობს შეეწინააღმდეგოს ბრიუსელის დიქტატს და Deep State-ის მიერ დაკვეთილ არატრადიციულ ევროპული იდენტობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. ამაზე კიდევ ერთი გასაგები პასუხი იყო რუმინეთში არჩევნების შედეგები. ნახოთ, როგორი იქნება ყოფილი ევროპის წარმომადგენელი ევროკრატების პასუხი. მიიღებენ შედეგს თუ ისევ გააუქმებენ არჩევნების პირველ ტურს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. გვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.